გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ დემო და ეს არის JavaScript-ის მეოთხე კვეთილი. პირველ რიგში ისევ იგივე დღეს წერ, მაგრამ პატარა ცვლილებები შევიტანე კოდში და ეს არის SRC-ს პოპკა, იმიტომ რომ უფრო სწორი იქნება, რომ კონტროლერები და სერვისები იყოს SRC-ში. მეორე გადავწყვიტე, რომ Bootstrap-ით ნელა ავაწყოთ საიტის დიზაინი. ძირითადად ულამაზესი რამე არ იქნება, მაგრამ რაც დაგჭირდება ყველაფერი ექნება და შესაბამისად ცოტა კურსორ შევყვებით, მე გაიგებთ თავარი რა ინფორმაციის მოწოდება მინდა თქვენამდე და რა მეთოდები მინდა რომ ვაგიხსნათ ვების მხრივ. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ჩავაბათ EJS-ი ბიბლიოთეკა, რომელიც გვეხმარება, რომ HTML-ის ტემპლეიტები შევავსოთ და დავარენდეროთ. დავიწყოთ იმით, რომ SRC-ში დავუმატოთ views-ების პაპკა. Views-ებში იქნება ყველაფერი განთავსებული, მათ შორის HTML ფაილი. ისე. და ჩვეულებრივი უბრალოდ ვცადოთ, რომ მუშაობს თუ არა ჯერ გავიგოთ. ეხლა როგორ უნდა გამოვიყენოთ EJS. App-ში ჩავაბათ. მაგრამ სანამ ჩავაბათ, უნდა დავგუგლოთ და გავიგოთ, როგორ შეიძლება ჩავაბათ ეს ყველაფერი. EJS-ი არის view engine-ი Express-ისთვის, შესაბამისად კითხვაც ანალოგიურად Google-ს ისწავლით, რა მთავარი სიმართლე რო გითხრა, ეგ არის. ასე რომ ესე ებმება. ვეუბნებით, რომ არ ვეწევი სიგარეტს. View engine-ი არის EJS-ი ჩვენ შემთხვევაში. და აქაც უნდა დავუწეროთ EJS-ი რო არის. და მეორე ზოლში აქ ვეუბნებით, რომ ჩასატე მიმართულება EJS-ს აქვს views-ების პაპკა. შევარაუდოთ view engine-ი არა ეს views-ების პაპკა არის და ეხლა გვინდა მიმართულება რომ მივთითოთ views-ების პაპკამდე და დავაკოპიროთ ისევ ჩვენი file name-ი. ისე და on directory-ით გვაქვს. შესაბამისად აპლიკაციას უკვე უნდა ისმოდეს, რომ views-ების პაპკაში არის index.EJS. ამ სინტაქსით. აი, ეხლა გადავიდეთ, ჯერ გავსტარტოთ. გავხსნათ აპლიკაცია. ეს გავთიშოთ. და ეხლა ვიმყოფებით სად index controller-ში. და იმის მაგივრად, რომ response send-ი დავუწეროთ, უთხრათ, რომ დაარენდეროს template. და მიმართულება არის index-ი. ცადოთ აბა რა შეიცვალა. თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, მეტყვის რომ არა უშავს დავგუგლოთ. უფრო ზუსტად დავუსვათ კითხვა. სავარაუდოდ ამ მიმართულება არ მაქვს წერილი. App-set-ი view engine EJS-ი და მე გვინდა მიმართულება გვინდა თავარი ეგ არის. თითო მიმართულება თავისით გაიგებს მაგას ვათა შორის. დიდი ალბათობით, რადგან views-ების პაპკა views-ების პაპკას სახელი არ შეგვიცვლია. შევარაუდოთ ეს არის საკმარისი. აი ნახეთ რა შემეშალა. აი აქ გქონდა პატარა შეცდომა, კაი ჯერ ესე ვნახოთ. ჩვენი მუშაობს. ეხლა რა მუღამი აქვს EJS თვითონ აი განვიხილოთ. ნუ პირველ რიგში გავაკეთეთ. პაპკა partials-ი. ეს არის ძირითადად ის მონაკვეთები, რომელიც უჩანს საიტზე და აქ იქნება header EJS. Header-ში ვეცადოთ რომ იმპორტები შემოვიტანოთ, მაგრამ ჯერ მოდი ცოტა მარტივად ვქნათ და ეხლა გვინდა ესეთი მომენტი. include syntax-ი გვინდა.
და ახლავე აი ეს არის. ეს არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ გვინდა რომ აი მაგალითად ჰიდერის აი ესე დავუწეროთ. ჰიდერი გვინდა რომ აი ესე მარტივად იმენა წამოვიღოთ და index ფაილში გავაძროთ. პირველივე ხაზში. შესაბამისად დავუწერთ რომ title-ში არის header EJS და აი ამ სინტაქსით შეგვიძლია მივაწოდოთ ის ობიექტები, რომელიც იქნება შემდეგ header-ში საჭირო. მოვაწოდოთ header-ი გვაქვს. აი ხავ ვცადოთ რომ დავამატოთ bootstrap-ი. მოდი. პირველი ხა ჩვენ რაც გვჭირდება ავიღოთ და examples. შევიდეთ აი ეს ძალიან მარტივად. რაც დაგვევასება და რაც გავს იმართლეს. შეიძლება როგორი რაღაც ვქნათ ისე, მაინც ადამე უფრო. აი მე რა ჩავასწორებთ მაგას. ჯერ აი ესეთი ყველაზე ბანალური რაც არის logout-ი არ ექნება, მაინც აი ეს პირველივე ავიღოთ რა. შადარი. ესე ჩავსვათ და მივხვდებით რომ სტილები გვაკლია. ხა როგორ დავამატოთ სტილები. წინაზე გახსოვთ რომ public ის რა ქვია სტატიკურ დირექტორიაში დავამატეთ ორი ფაილი და შესაბამისად ხა ეგ ორი ფაილი უნდა წამოვიღოთ ლინკებით. პირველი ფაილის სახელი არის. კაი ეს დავაკოპიროთ. და ეს დავაკოპიროთ. რა შევით ხა ინდექსში ჩავსვათ მოდი პირველი სკრიპტი. სკრიპტები ისმევა ბოლოს. მაგრამ ჩვენი დირექტორია იქნება შევარავდოთ აი ესეთი. პირველ სტაზე იმედია გავარტყო. ეს აღარ გვინდა. და ჰიაჩი უნდა ჩავსვათ აი ეს. მაგრამ შესაბამისად აი ეს მონაკვეთიც უნდა მოვაშოროთ. სტილები წამოვიდა. ეხლა რატომ მოხდა ეს? ანუ ჩვენ როცა ვეუბნებით რომ პირდაპირ bootstrap-ის მინ CSS-ში გადადი, აპლიკაცია იმით ხდება რომ ეს მიმართულება გვაქვს, იმიტომ რომ ჩასმული გვაქვს აქ, ანუ ჩვენ ვეუბნებით რომ აი ეს მიმართულება შეგვინახე სტატიკურად, ანუ როგორც public-ი გვაქვს შენახული და რაც public-ში ვარდება დანარჩენი ყველაფერი ხელმისაწვდომია ანალოგიურად ესეც და ესეც, ანუ ერთი JS-ის ფაილი და ერთი CSS-ის ფაილი მოგვაქვს. აი, ხა რა ვქნათ? ნუ ცოტა ლამაზად იყოს. დავამატოთ ესეთი რაღაცა. თუ არ ვსტობი ესე იწერება. არ იწერება ეს. გადავცვალოთ ხა ჩვეულებრივად. ცოტა დავიღალე ეგ რომ მესამე ვიდეო ერთიანად არ უნდა ჩამეწერა, მაგრამ მე არაფერი. ორი აზრი გაიგოთ. ნუ რაღაცას უკვე გავს. ეხლა ამ როუტებზე გადავა. კაი და ეხლა შემდეგ ეტაპზე მოდი ვიდეოს ვნახო ბარემ. რამდენი ხანზე 8 წუთი მშვენიერი. რა გვინდა ეხლა ამ საიტისგან? ჩვენი გაფართოება გათიშული არის როგორც ვთქვათ, იმიტომ რომ ბანერი ისო გვაქვს. და ჩვენ ამ საიტიდან ეხლა რო არ ვიწვალოთ, გვინდა აი ეს კატეგორიები რო გავაძროთ. როგორ შეიძლება ეხლა ეს კატეგორიები გავაძროთ? ავდგეთ დავაინსპექტოთ. გადავიდეთ network-ში და რადგან უკვე ცოტა ნაზრომიელები მაქვს, ვიცი სადაც არის ყველაფერი. საიდან დანახო? აი ხა ნახეთ მაგალითად review-ში რო გადავიდე RESP-ში. ბევრ საიტს აქვს და თუ არ ვწდები, ეს არის ერთ-ერთი framework-ის ერთ-ერთი framework-ის ნაწილი არის. აი ესეთი რაღაცა გვაქვს. ნახეთ. script-ის tag-ი არის, რომელსაც აქვს ID next data და page props-ები უეჭველი React-დან გეცოდინებათ. და ჩვენი კატეგორიებიც აი აქ არის მოცემული. შევარავდოთ ეს ყველა კატეგორია, მაგრამ მაინც ვარ დავიბნეთ. ეხლა ეს უნდა ამოვჭრათ აქედან. script-ის tag-იანად.
კაი, გავაგრძელეთ. ისე ეხა რაზე ვფიქრობდი ისიც, ანუ მე რო აქ F12-ს ვაწვევი და Bandicam-ს ვორთავ, ხო ინსპექტი უეჭველი. F12-ით არ უნდა გავაკეთო, თორე უბრალოდ ვიდეო გაითიშება. რას ჩალიჩობდით? ხა ანუ ჩვენ გვინდა და კატეგორიების წამოღება, მაგრამ პირველ რიგში გავიგოთ მთლიანად არ გვინდა ეხა ამ ხელმონაცემის წამოღება და აი ზუსტად კომპიუტერული ტექნიკა სადაც წერია, ეგ მონაკვეთი გვინდა. კომპიუტერული ტექნიკა და არის ზემოთ, აი ნახეთ 7 ცალი არის. და უეჭველი პირველივე უნდა იყოს, არა. არა. აბა ერთი ზემოთ. ერთი თქვენოთ. აი ეს არის. top კატეგორია, ანუ top კატეგორია უეჭველი ამას ეკუთვნის. date და second კატეგორიებიც აქ არის. ანუ ძირითადად ჩვენი მონაცემები ხარ რაც გვინტერესებს. არის data-ში. მაგრამ ამის შეკეცვა ესე მარტივად არ შეგვიძლია, ხო? შევაროთ საათი და 4 არ მოგვიწევს. ამასაც ესე ვერ გვეცებთ. კაი. ცოტა ხო არ გავართულოთ საქმე და ბარემ პირდაპირ ეს ხო მოდი ჯერ ხელით დავაკოპიროთ. ფლომად იქნება, მაგრამ მე გასწავლით როგორ შეიძლება პირდაპირ სერვერიდან წამოღება, იმიტომ რომ რეალურად მალევე დაგჭირდება. სამღაცას აქ რჩება ეს ყველაფერი. ეს დავაკოპიროთ და გავაკეთოთ ახლა სერვისებში მაგალითად ჩავსვათ ერთი ფაილი. კატეგორია JSON-ი გავაკეთოთ. ახლა სად არის მინუსი? მინუსი არის იქ, რომ ესე არის წერება. აი შევკეთოთ. და вообще ჩვენ გვინდა მარტო ეს მონაცემები და ესე ჩავსვათ და ბოლოში ძიმე წავუშალოთ და კიდე სადღაცა ჩხუბობს და შევარაუდოთ კი ეს მონაკვეთი არის. რაღაცა. აბა ეს რა არის ქვია, second category, კაი. შევარაუდოთ მასივის ნიშანი გვაკლია ეხა ჩვენ აქ და მაგიტომ. ანუ უბრალოდ ეს წავშალოთ. და მასივად დავტოვოთ და ყველაფერი იმუშავებს. კაი, ამაზე მოვჭით. კატეგორიები ყველაფერი გვაქვს. შემდეგ აკვეთილში დავიწყოთ იმის განხილვა, თუ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიყენოთ, წავიკითხოთ და გავუკეთოთ ადაპტაცია ჩვენ გვერდს. ასევე მინდა სანამ ვიდეო მორჩება, ერთი პატარა შენიშვნა მოგცეთ. ერთი რავი კვირა არ არის გასული, რაც ვიდეოებს ვაკეთებ, მაგრამ ერთი გულდასაწყვეტი ის იყო, რომ ნახვებზე ვაფშე არ მაქვს პრობლემა. პროსტა პირველ ვიდეოზე ერთი ლაიქის მაგივრად დავინახე დიზლაიკი და სანამ ესე გულიანად დავიწყებ მის ახსნას, რომ ბევრი რამე შეიძლება გააფუჭოთ. მე მაგას გასწავლით. სანამ მაგის ჩარლის დავიწყებ, უბრალოდ მინდა ვიცოდე ვისთან მაქვს შეხება. და მიღებს თუ არა ჩემი პირადული ცოდნის გაზიარება, იმიტომ რომ მე რასაც ვყურებ ჩვეულებრივად შემიძლია 1-30 გაკვეთილი გასწავლოთ ცვლადები რა არის JavaScript-ში და დაგიჟმუტოთ ასე რა ვთქვათ ცოდნა, მაგრამ ცოტა სხვა მიმართულება მინდა მივიცი ასე რომ მეხუთე ვიდეოში ველოდები თქვენგან უკავშირს და რაღაცა პატარა სამოტივაციო ერთ-ორ ლაიქს მაინც რომ გააგრძელეთ ძმაო და შებერეო და ჩვენც მოყვებით ასე რომ დროებით და ეს ხო მეოთხე გაკვეთილის